სამი პატარა ბავშვი ცხოვრობს იქ, სადაც სიკვდილით ნაპრალებიდან სუნთქავს. ეს საქათმი არ გეგონოთ, ეს ხოხი მათი ერთადერთი სახლია. 5 წლის დიტოს ტვინის დაზიანება აქვს. მას ადამიანების ეშინია და ვერ ხვდება, როდის სჭირდება ტუალეტში შესვლა. საქართველოში ექიმები მას ვერ დაეხმარნენ, მაგრამ თურქი სპეციალისტები ოჯახს იმედს აძლევენ. ისინი ბიჭის განკურნებას გვირდებიან, თუ მას დროულად ჩაუტარდება გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა დაენიშნება. თუმცა მკურნალობა $3,400 ღირს. ამ ოჯახისთვის ეს მიუწვდომელი თანხაა. დიტოს მამა ეპილეფსიით იტანჯება. მან არ იცის, როდის შეიძლება რომ შეტევა დაემართოს. სახლში კი სიცივე, ხარი და 3 მშიერი ბავშვია. დიტო, ანა და პატარა ემილია. ზამთარი მოდის. თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება მალე გვიან იყოს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ბავშვების გადარჩენა. თქვენი დახმარება მათი გადარჩენის ერთადერთი შანსია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.